მივიდა უკვე. ანუ გორკა ეს. რებითა კარგი ეხმარა. მოგუნებული იყავს. ვიყურავით წინ, ვიყურავით უკან, ვიყურებთ სექტორს, კიდე რას ვიყურებთ? მიწას, გარემოს, ყველაფერს, ანუ ვიყურავით ყველგან. ასოფლისმგებლობა მართლა ძალიან დიდი რო სხვა სასწავლი, იმიტომ რომ იმან აუცილებლად შენი ცოდნა უნდა გამოიყენოს და აუცილებლად შენი ცოდნას უნდა დააშენოს თავისი მასწავლი. რაც მეტამორფოზას ვუყურებთ ხოლმე რეკრუტებისაც, ახალწეულების, როგორ იცვლებიან, როგორ ხვდებიან, რომ რამდენად დიდი შეიძლება იყოს პატარა რაღაცა. გადმოეწყეთ. გადმოდი, სწრაფად დაეწია, გადმოდი. სწრაფად. მეთაურები მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენთვის, რომ ყველაფერი ვისწავლოთ ჩვენი თავისთვის და ასევე სხვას დავეხმაროთ. უდესი პლუსი ამ კურსის არის, არის უფასო და არის მეთაურების ინიციატივით, ანუ თვითონ თავიანთ თავზე იღებენ და ამით არაფერი ანაზღაურებას არ შეუძლებენ. ეს არის თლიან მოხალისეობ როგორც ჩვენგან, ისე მეთაურებისგან და ორგანიზაციისგან. გადაეწყეთ. აქედან უნდა გადმოსცე ხელის ნიშანი. გადმოირბინე, თან მოძრავთ, რატო ჩერდებით? მოძრავთ, სწრაფად. გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი მოხალისეობრივი ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს, რომ პატრიოტული სულისკვეთებით და ქვეყნის სიყვარულით ბევრი კარგი საქმე გააკეთოს. მათ შორის ძირითადად ეს არის ხოლმე კრიზისებისთვის მზადება. კაი, მანძილები შეგაღლებულები არიან. სიუეტი დაადაბლეთ ყველამ და მანძილები გაზარდეთ. ლეგიონერები, როდესაც რამე კრიზისი ხდება, ყოველთვის ვართ მზად, რომ დავეხმაროთ. მოხალისეები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მისია ეგ არის, რომ მოხალისეობრივად ნებისმიერი საქმე გავაკეთოთ, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ამიტომ თქვათ ხანძარი როცა ყოფილა, ან 13 ივნისის ამბები რომ იყო შოვის ტრაგედია, ყველგან იყვნენ ლეგიონერების მობილიზებულები. მანძილები გაზარდეთ, სილუეტი დაადაბლეთ. კურსი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, თუ ადამიანი არის კარგ ფორმაში და შეუძლია ფიზიკურად გაუძლოს ყველანაირ დატვირთვას, მაშინ შეუძლია მოვიდეს. კაი, ჩაჯექით ყველა. ჩასაგებულები არიან. ძირითადად არის ხოლმე თვითგადარჩენაზე ორიენტირებული. ძალიან მოკლედ დროში, კვირა დღეობით მხოლოდ მოდიხარ დილიდან საღამომდე და უკან ბრუნდები საერთოდ სხვა ადამიანი. ბევრად დიდი ცოდნით. ზოგადად საბაზისოც ამიტომ ქვია, რომ არის ბაზისი და არის ისეთი რაღაც, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერმა ადამიანმა. მით უმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, როცა ვიცით როგორ ეპიცენტრში ვართ გარშემო, ყველას მინიმუმი უნდა შეგვეძლოს ყოველ შემთხვევაში ის მაინც რომ საკუთარ თავს მივხედოთ თუ არა სხვას. პირველი არის სალაშქრო გასვლა, მე მოყვება სამედიცინო შენიღვა, გადაადგილება, უკვე კონტაქტზე რეაგირება და სამხედრო ელემენტები ემატება ნელ-ნელა უკვე. ცოდნის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სამედიცინო გასვლა იყო. იმიტომ რომ შეიძლება მშვიდობა იყოს, მაგრამ მაინც ვიღაც დაშავებული შეხვდეს და დაგჭირდეს დახმარება. აქ დაამაგრეთ ამას. აქ გადაუჭერ და აქ დააწერ დადების დროს. სამედიცინო გასვლა არის თავიდან ბოლომდე იმაზე საველე პირობებში, ან თქვათ მოულოდნელი კრიზისის დროს პირველადი სამედიცინო დახმარება როგორ უნდა აღმოუჩინო ადამიანს. ან მინიმუმ ის როგორ იცოდე რა არ დაუშავო, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კონტაქტზე რეაგირება, სხვადასხვანაირი. ერთ შემთხვევაში შეიძლება უპირატესობა თუ ღვთის ცხოვრივი წინ წავიდნენ და მეორე ვარიანტი ეს არის უკან დახევა. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დანაკარგი არ გქონდეთ და არც დაჭრილები არ ყავდეთ. მაგრამ დღეს მოვუწევთ, რომ ყავდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ეგ გვაინტერესებს ზუსტად, რომ მაქსიმალური კრიზისი შევქმნათ და ვნახოთ რა სიზამენ და როგორ თვის ეს მასალა რაც ვასწავლეთ, იმიტომ რომ შეიძლება უცბად კრიზისში ხელი აგეგან გაგდეს მინიმუმ და რაც სწრაფად ვერ გააკეთო ის რაც წუთების ამბავია. თეორია არის იმდენი, რომ სანამ პრაქტიკაში არ გაივლი, ეს დამახსოვრება და დაზეპირება რთული არის რა და შეცდომებს ვერ ვსურვით. ეს შეცდომები გვეხმარება, რომ შემდეგ როცა მართლა საჭიროება იქნება, იქ ნაკლები შეცდომა დავუშვათ. ეს თელეზონა იყო? თელეზონაში იცის დაჭრილს? პირველი მეგოსა რატომ მივარდით? კომუნიკაციის გარეშე. თუ რამეს ვერ იგებ, კითხვა დასვით. წითელი ზონა ნიშნავს ცეცხლი გახსნილია ორივე მხრიდან და არის ძალიან ესეთი საშიში მომენტი. ამიტომ როცა დაჭრილი ყავს, არ უნდა წამოხტე, არ უნდა ადგე მაშინვე, უნდა დაამყარო თავიდან კონტაქტი. უნდა ცადო, იქნებ თუ გონზეა, თავის თავს თვითონ დაეხმაროს. მე ცოტა მესმის თქვენი ეხლა
გითხარათ უარესო მკითხვებს, იმიტომ რომ გგონიათ რომ სწორად აკეთებთ რაღაცას, ხო? პირველად ხდება რაღაცები თქვენს თავს. მაგრამ მამუკა მართალია, როცა რაღაცას არასწორად გააკეთებთ, იმ შემთხვევაში უკვე კარგად გამოუშვით კითხვები, ეგ პრობლემა არ არის. ანუ რატოცა უშვით შეცდომა შეიძლება იკითხოთ, შეიძლება ზუსტად ვერ მიხვდით, ხო რა მოხდა? ყველა ლეგიონერს, ვინც ახლა სამეთაუროშია, გავლილი აქვს ზუსტად იგივე. რაც დღეს კურსზე ხდება და რასაც კურსანტები გადიან. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვესმის და ახლოს ვართ სინამდვილეში, ვიდრე წარმოუდგენიათ. მეთაურები, სასწაული მეთაურები მართლა ძალიან გვერდჩგვიდან, ძალიან მეგობრულები. ყველაფერში ხელს გვიწყობენ რა. ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავთ, ჩვენ ყველაფერი გვასწავლან. დაიწყე მოძრაობა. გადაიწყე. შეიძლება რაღაც ემოციებშიც ყოფილან და რაღაცა ვერ ვაკეთებ უთქვამთ ან რაღაც დანებებულან, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის, რომ იქიდან ადგე. პირველი გასვლა მით უმეტეს, ანუ ყველაზე რთულია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვა არის ძალიან დიდი და გამოცდასავით არის, ვისაც მართლა უნდა ის რჩება. მე ყოველი აღმართის მერე ამაყობ უკვე შენი თავით, რომ მე თურმე რამდენი შემძლები. მიუხედავად იმისა, რომ იერარქია გვაქვს, ამის შეგრძნება თითქმის არ არის. არის ძალიან მეგობრული გარემო, ისეთი გარემო, რომ მოგინდება, რომ შენი მეგობარს მოიყვანო. ვიცი, რომ თუ კი რამე დამჭირდება, ლეგიონერი იქნება ის, ვინც სკოლაში დამიდგება იმ მომენტში. ვიწყებთ გასვლა. პირველი კაცი. აზღვე! ალბივა! ვამაღლა! ვინც ამ კურსს გაივლის, პირველ რიგში იქნება კარგი მოქალაქე. იმიტომ რომ კურსის პარალელურად მთლიანად მიდის საუბრები ჩვენს ქვეყანაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა ავიღოთ. გავიგონე ძალიან ბევრი მეთაურის საუბარი, როგორ არის დამოკიდებულება აქვს სამშობლოს მიმართ, ჩვენი წინაპრების და ისტორიის მიმართ. აი ამ ყველაფრის მოსმენა თითქმის ყოველ კვირა, ყოველ დღე ძალიან ბევრ რამეს ცვლის. აი, ბექა და სანდრო, გამოდით ადექით. ორნი. არა და ისინი ანდროს ხედავენ. ორივე ხედავს იდეალურად, პირადად შევაბოთო მე. არის ლეგიონის შიდა რაღაც რიტუალივით, სადაც საქართველოს კიდე თავიდან თქოს ჩახედავ თვალებში. ოღონდ მის ტკივილს. ეს არის აი ლეგიონერი რომ ხდები შინაგანად და ეს მომენტი არის გარდამტეხი. იაზრებ ჩვენ რატო ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ჩემი მიზანი და სურვილი არის რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს საკუთარ თავს აჯობოს კრიზისში და იყოს ძლიერი. მინდა რომ ქალაქებში იყოს სხვა კავშირი, სხვა ერთობა, მარტო კრიზისში არა. და კიდევ კარგი მიხარია მართლა რომ ლეგიონში ამას ვხედავ ხოლმე რომ თითოეული ადამიანი არის საერთო საქმისთვის, ანუ ჩვენ ვართ ერთი ყველასთვის მართლა და ყველა ერთისთვის. მე ლეგიონერი ვარ. მე ლეგიონერი ვარ. გუშაგო ბერს. გუშაგო ბერს მარად.